მოგესალმებით კოლეგებო, დავიწყოთ დღევანდელი კომიტეტი და ვთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენენ დღის წესრიგს. მადლობთ. პირველი საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სავითვის მიმოხილვა. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაულიძე. ვთხოვთ ბატონო. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2025 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. პირველი კვარტალის შესრულება გვაქვს ამ ეტაპზე. დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით. ჩვენ გასული წლების მსგავსად წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდისნები გვაქვს შენარჩუნებული. იანვარში ეკონომიკური ზრდა შეადგინა 11.1%, თებერვალში აღნიშნული მაჩვენებელი იყო 7.7%, ხოლო მარტში შეადგინა 9%. ჯამში საშუალო ეკონომიკური ზრდა წლის პირველ კვარტალში გვაქვს 9.3%. რაც შეეხება ინფლაციას, აქ მარტში დაფიქსირდა 3.5%, წინა წლის მარტთან შედარებით, თუმცა საშუალო ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა 1.7%-ის დონეზეა. რაც შეეხება საგარეო სექტორს, ჩვენ წლის პირველ კვარტალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 16.1%-ით, 5 მილიარდ 618 მილიონი დოლარი შეადგინა, მათ შორის ექსპორტის მაჩვენებელი იყო 1.401 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 4 მილიარდ 217 მილიონი დოლარი. რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორებს, პირველ კვარტალში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წინით საქონლის ბრუნვაში არის 20.4%, მილიარდ 158 მილიონი დოლარის ვაჭრობა იყო ევროკავშირთან, მეორეზე არის ამერიკის შეერთებული შტატები 11.9%, ხოლო მესამეზე თურქეთი 11.8%. მეორე მიმართულება საგარეო სექტორიდან ტურიზმი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ჩვენი ეკონომიკისთვის. ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია, ზოგადად ჟამურად ვიზიტორთა რაოდენობა 1.3% და 1.172.000 პირს შეადგენს, თუმცა უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია 2.2% და შეადგენს 959.000 ვიზიტს. რაც შეეხება ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 2.3% და 826 მილიონ დოლარს შეადგენს. ფულადი გზავნილების კუთხით გვაქვს შემცირება და შეადგენს 4.1% და შეადგენს 697 მილიონ დოლარს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება არის მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხების შემცირების ფონზე. მოგეხსენებათ, ჩვენ უნგარული ეჯერადი გადმორიცხვები ჰქონდა ომის დაწყების შემდგომ, თუმცა ძირითადად ეს ეფექტი უკვე ამოიწურა, შესაბამისად დაუბრუნდა იმ დონეს, უბნაუბნო დაბლა არის, ვიდრე ეს იყო 2022 წლის თებერვლამდე პერიოდში. რაც შეეხება უშუალოდ ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, ჩვენ წლის პირველ კვარტალში შემოსავლების სახით მივიღეთ 6 მილიარდ 551 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 102.1%-ია. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები იყო 6 მილიარდ 77 მილიონ ლარზე მეტი, რაც ასევე დაგეგმილი მაჩვენებელთან მიმართებაში 102%-ია შესრულების მაჩვენებელი. გრანტებში მივიღეთ 61 მილიონი ლარი, 111%, ხოლო სხვა შემოსავლებში მივიღეთ 402.8 მილიონი ლარი, ესეც 102.7%. შემოსავლების სხვა წყაროებს რაც შეეხება, მოიხსენებთ პრივატიზაციასთან დაკავშირებით, 100 მილიონი იყო დაგეგმილი პირველ კვარტალში, 161 მილიონ ლარს გადააჭარბა რეალურად აღნიშნულმა მაჩვენებელმა. სესხების დაბრუნების შემთხვევაში მობილიზებულია 128 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილთან მიმართებაში 199%-იანია შესრულების მაჩვენებელი. რაც შეეხება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი ნაერთი ბიუჯეტისა, ეს არის დეფიციტი. ჩვენ 2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 2.5%-იან დეფიციტზე, ნაერთი ბიუჯეტს გულისხმობთ, წლის პირველ კვარტალში დეფიციტის მაჩვენებელი იყო 0.2%. ამავდროულად აღსანიშნავია დერგეს დაბრუნების მაჩვენებელი, პირველ კვარტალში დერგეს დაბრუნების მაჩვენებელმა შეადგინა 623 მილიონ ლარამდე. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში, აქაც შემოსავლები არის გადაჭარბებით შესრულებული, მათ შორის საგადასახადო შემოსავლების სახით მივიღეთ 5 მილიარდ 428 მილიონი ლარი, 102.3%-ია შესრულება, გრანტებში 59.4 მილიონი ლარი, ხოლო სხვა შემოსავლებში 212 მილიონი ლარი. პრივატიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაში 100%-იანი შესრულება გვაქვს, 70.6 მილიონი ლარი მივიღეთ, სესხების დაბრუნების სახით 154 მილიონი ლარი,
ხოლო რაც შეეხება ვალების ნაწილში, ჩვენ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მივიღეთ 612.9 მილიონი ლარი, საინვესტიციო კრედიტების ათვისებამ შეადგინა 122.8 მილიონი ლარი, ხოლო ამავე პერიოდში ვალების მომსახურებაზე და დაფარვაზე საგარეო ვალდებულებების ნაწილში მიიმართა 524.5 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებების ნაწილში 352.3 მილიონი ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს, მოგეხსენებათ, ჩვენი ბიუჯეტის ჟამური ხარჯვითი ნაწილი შეადგენს 27.941 მილიონ ლარს, პირველ კვარტალში საკაცო შესრულება არის 6.394 მილიონ ლარამდე, კვარტალური გეგმის 94.3%, ხოლო წლიური გეგმის 23%-ია ათვისებული, რაც ის მაჩვენებელია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის გვაქვს და ფაქტიურ ციფრთან მიმართებაში აბსოლუტურად ლოგიკურად მიდის ათვისების მაჩვენებელი. რაც შეეხება უწყებების მიხედვით, უწყებებსაც დიდი ბიუჯეტის მქონე უწყებებს საკმაოდ კარგი ათვისება აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე უწყება 2.199 მილიონი ლარია ათვისებული და 99.6% აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილი, რომელშიც მოგეხსენებათ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, 477 მილიონი ლარია ათვისებული პირველ კვარტალში და ეს 4.8%-ია. ეკონომიკის სამინისტროს შემთხვევაში ათვისებულია 172 მილიონი ლარი, რეგიონული განვითარების სამინისტრო თქვით, იუსტიციის სამინისტრო 91 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, განათლების სამინისტროს შემთხვევაში 678 მილიონი ლარი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემთხვევაში შესაბამისად 45 მილიონი და 73 მილიონი ლარი. ეს არის ძირითადი პარამეტრები, რაც პირველი კვარტალის შესრულებასთან არის დაკავშირებული. თუ კითხვები არა, რა თქმა უნდა, მზად ვარ გიპასუხოთ. დიდი მადლობა. კოლეგებო, კითხვები თუ გაქვთ? მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მადლობა ბატონო გიორგი. მინდა გითხოთ ინფლაციასთან დაკავშირებით, აქ მოცემულია 3.5%. თუმცა გვაქვს ეკონომიკური ზრდა, კარგი მაჩვენებელი და მინდა რომ დამატებით განმარტოთ თუ რასანაა დაკავშირებული, რადგან მიზნობრივი ინფლაცია ჰქონდა 3%-იანი მაჩვენებელი და გვაქვს მიმდინარე 3.5. მადლობა. დიდი მადლობა. მე ვახსენე ინფლაცია, ჩვენ მოგეხსენებათ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჰქონდა გაცილებით დაბალი ინფლაცია, ვიდრე ეს იყო მიზნობრივი მაჩვენებელი, 1-დან 2%-ის ფარგლებში იყო და მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. ამან გარკვეულწილად შექმნა საბაზო ეფექტი, შესაბამისად მარტში დაფიქსირებული 3.5% ძირითადად არის საბაზო ეფექტისგან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საშუალო ინფლაცია პირველ კვარტალში 1.7%-ის დონეზეა შენარჩუნებული, ანუ ჯერ კიდევ მიზნობრივი ინფლაციაზე დაბალ ნიშნულზეა შენარჩუნებული ინფლაციის მაჩვენებელი. სხვა კითხვები თუ გვაქვს? მე ერთ კომენტარს გავაკეთებდი, მნიშვნელოვანია, რომ პირველ კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტი -0.2% არის მხოლოდ, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა და გზავსი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების პირობებში ალბათ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ციფრთან ახლოს იქნება, ან შეიძლება ნულის კონდეს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის. კარგით, მაშინ ცნობად მივიღოთ დღევანდელი პირველი კვარტლის ბიუჯეტის მოსმენა და გთხოვთ კეთილ უყაროთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა წარმატებები. შემდეგ საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ანტონ ობოლაშვილი. მადლობა ბატონო შოთა. მოგესალმებით კოლეგებო. წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით საქართველოს კანონის პროექტს ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის ნოემბერში მიღებულ იქნა ტურიზმის შესახებ ახალი კანონი. კანონის პრაქტიკული ასრულების პროცესში გამოვლინდა, რომ საჭიროა ტერმინის შინაარსისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების დაზუსტება.
ამასთანავე რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიწოდებლების სავალდებულო სადაზღვევო პაკეტებთან დაკავშირებული საკითხების დაკონკრეტება. შესაბამისად, ცვლილებები წარმოდგენილია შემდეგი საკითხები. იცვლება და ზუსტება ტერმინ ტურისტული გიდის განმარტება საერთაშორისო პრაქტიკისა და საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით. ზუსტება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება ნორმატიულ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოცემასთან დაკავშირებით, მკვიდრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტები ტურიზმის სფეროში, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისა და სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებთან მიმართებით ზუსტება სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ავტორიზაციას განახორციელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. კანონპროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა უქმის შედგენა ელექტრონული ფორმით. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ამ უფლებამოსილების დელეგირება ადმინისტრაციის მიერ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე. ცვლილებით გათვალისწინებულია სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობის სერტიფიკატის და სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე საქმიანობის დაჯარიმების დიფერენციაცია. შესაბამისად, ხდება გამიჯვნა და ფიქსირებული ჯარიმის ოდენობის დაწესება. საქმიანობა სერტიფიკატის ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, 2026 წლის 1 ივნისამდე ნაცვლად 2025 წლის 1 ივნისისა ვადდება უცხოელი გიდების რეგისტრაციის ვალდებულება. ასევე 2026 წლის 1 ივნისამდე ნაცვლად 2025 წლის 1 ივნისისა ვადდება ტურისტული საქმიანობის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის ჯარიმა 500 ლარი. კითხვების შემთხვევაში მზად ვარ. დიდი მადლობა წარმოდგენილი ცვლილებებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია და ტურიზმის სექტორს და სტანდარტებს კიდე ერთ მაგათ აწევს. ერთი კითხვა მაქვს, ხშირად ხდება ხოლმე და ხვდებით, როდესაც გიდები სამწუხაროდ დამახინჯებულ ინფორმაციას აწოდებენ ტურისტებს, როგორც საქართველოს ისტორიასთან მიმართებაში, ასევე ბევრი საკითხის წარმომავლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული სტანდარტების შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით. უბრალოდ მაინტერესებს მონიტორინგის ნაწილში როგორი გეგმება, ანუ აღსრულება უშუალოდ აი ამ ინიციატივების ხომ არ არის უკვე გაწერილი? მადლობა. დიახ, მადლობა მარიამ კითხვისთვის. პირველ რიგში დავამატებდი იმას, რომ ნამდვილად ეს კანონი, ამ კანონში ცვლილება შედის იმის გათვალისწინებით, რომ მოხდეს ტურისტულ სექტორში მიწოდებული სერვისების ხარისხის ამაღლება და ამ ეტაპზე გვაქვს ჩვენ ტურისტული გიდის განმარტება გაწერილი, სადაც ნათლად ჩანს თუ რას უნდა შეესაბამებოდეს ტურისტული გიდი, თუმცა მეორე მოსმენისთვის მისი დაზუსტება მოხდება კიდევ ტერმინოლოგიაში. ამ ეტაპზე გვაქვს მოცემულობა შემდეგი: ტურისტული გიდი შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად ტურისტებს აწვდის სანდო და დეტალურ ინფორმაციას კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი და სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების შესახებ. უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ტურთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტურისტული რესურსის დაცვის ნორმების გაცნობას. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე არის სერტიფიცირება არის ნებაყოფლობითი, თუმცა 2026 წლის 1 ივნისიდან მათი რეგისტრაცია იქნება სავალდებულო. განსაკუთრებით მეტი ყურადღება მიექცევა, რა თქმა უნდა, მაღალი რისკის შემცველ ტურისტულ გიდებს და ტურისტულ მარშრუტებს. მადლობთ. ხო, მეორე მოსმენით დაზუსტება აღნიშნულ ისა წესები და შესაბამისად დავამატებ მონიტორინგთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამას განახორციელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თუმცა მას ექნება ასევე უფლებამოსილება, რომ მოახდინოს გარკვეული დელეგირება კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე ჯარიმების აღსრულებასთან დაკავშირებით. მადლობთ ბატონო. არის გვაქვს კიდევ კითხვები? გთხოვთ აღნიშნულ კანონპროექტს უყაროთ კიდე. მადლობთ. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მესამე საკითხი: საქართველოს მთავრობის მიერ ეტიპირებისთვის წარმოდგენილი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი არველაძე. გთხოვთ, ისმენთ ბატონო გენადი.
მადლობა ბატონო და ბატონო თავმჯდომარე, ბატონო პარლამენტის წევრებო, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ რატიფიკაციისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება მიღებული იქნა მე-12 მინსკის კონფერენციაზე 2022 წლის 17 ივნისს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმება ასევე მოიცავს დებულებებს, რომელთაც მნიშვნელოვნად პოზიტიური გავლენა ექნება თევზების მარაგების გრადის შენარჩუნების და გაუმჯობესებული მეთევზეობის კუთხით. თევზჭერის სექტორში ოქმი გრძალავს სამი ტიპის სუბსიდიას. ეს სუბსიდიებია, რომლებიც ხელს უწყობს უკანონო არადეკლარირებულ და დაურეგულირებულ თევზჭერას, ასევე თევზჭერის და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის სუბსიდირება, რომელიც ხელს უწყობს გადამეტებულ ჭარბ თევზჭერას და სხვა ტიპის სუბსიდიები, მათ შორის იმგვარი, რომელიც გათვალისწინებულია დაურეგულირებელ ღია ზღვებში თევზჭერისთვის. არსებული სუბსიდიების აკრძალვით შეთანხმება ხელშეუწყობს გლობალურ ბრძოლას უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ. შეთანხმება ეხმიანება კაიროს მდგრადი განვითარების მიზანს 14.6 მიზანს, რომელიც გრძალავს თევზჭერის სუბსიდირების გარკვეულ ფორმებს, რაც იწვევს ჭარბ მეთევზეობას და ახალისებს უკანონო არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერას. შეთანხმება ასევე წარმოადგენს ისტორიულ მიღწევას, რადგან ის არის კაიროს პირველი მდგრადი განვითარების მიზანი, რომელიც შესრულდა და მისი განხორციელება ხდება მრავალმხრივი შეთანხმების საშუალებით და აგრეთვე წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის პირველ შეთანხმებას, რომელიც ფოკუსირდება მდგრადი განვითარების საკითხებზე და ასევე გარემოს დაცვის საკითხებზე. შეთანხმება ითვალისწინებს განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული წევრი ქვეყნების განსაკუთრებულ საჭიროებებს, რაც გულისხმობს შეთანხმების განხორციელებისთვის საჭირო შესაბამის ტექნიკურ დახმარებებს. შეთანხმება ადგენს ასევე სავალდებულო აკრძალვებს და წესებს, რომელთაც მიზანია უზრუნველყოს, რომ მთავრობების მიერ თევზჭერის სექტორისთვის გაწეული მხარდაჭერა ძირს არ უთხრის საზღვაო რესურსების შესაბამის მდგრადობას. ასევე აღსანიშნავია, რომ გადაჭარბებული და უკანონო თევზჭერის სუბსიდირება საფრთხეს უქმნის სასუსართო უსაფრთხოებას და ადგილობრივი თევზჭერის ეკონომიკას, ვინაიდან უკანონო არადეკლარირებული და დაურეგულირებული თევზჭერა იწვევს თევზის მარაგის საბოლოო განადგურებას და მეთევზეობის შესაბამის კოლაფსს. იმის გათვალისწინებით, რომ შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანა წევრია აღნიშნული ორგანიზაციის, გულისხმობ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და ამავე შეთანხმებას უერთდება მისი ამოქმედება რეგიონში და არეგულირებს თევზის მარაგების აღდგენის მართვას და შესაბამის მონიტორინგს. შესაბამისად, საქართველო მიიღებს მდგრადი თევზჭერის ეკონომიკას, რაც ხანგრძლივ პერიოდში უზრუნველყოფს უწყვეტი თევზჭერის ალტერნატივას. იმისათვის, რომ შეთანხმება სრულად ამოქმედდეს და მიღწეულ იქნას მდგრადობასთან დაკავშირებული მიზნები, წევრთა 2/3-მა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის უნდა წარუდგინოს შესაბამისი მიღების სიგელი, რაც არის იგივე რატიფიცირების სიგელი, რომ წევრებმა უნდა განახორციელონ მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები. შესაბამისად, დღის მდგომარეობით სულ 96 ქვეყანას აქვს ჯამში ოფიციალურად მიღებული შეთანხმება. დამატებით არის 15 წევრის მიერ რატიფიკაცია გასაკეთებელი, რაც შემდეგ სრულად შეიყვანს აღნიშნულ შეთანხმებას ძალაში, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენ ვიქნებით. შეთანხმების სავალდებულოდ აღიარება არ საჭიროებს საქართველოს მიერ დეკლარაციის გაკეთებას რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკანონოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე საზღვაო ზონების კონტექსტში, ვინაიდან შეთანხმების მიზანია უკანონო არადეკლარირებული და დაურეგულირებული თევზჭერის ხელშეწყობი სუბსიდიების თავიდან აცილება და არაუშუალოდ უკანონო არადეკლარირებული და დაურეგულირებული თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლა. გარდა ამისა, შეთანხმების მე-11 მეორე მუხლის მიხედვით შეთანხმებას მათ შორის შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერ დასკვნას, რეკომენდაციასა და კომპენსაციას არ ექნება არავითარი სამართლებრივი შედეგი ტერიტორიული პრეტენზიებსა და საზღვაო საზღვრის დელიმიტაციასთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს არის შეთანხმებაში მითითებული სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმების მხარე.
რომელიც გაწევრიანების დროს საქართველოს მიერ 2000 წელს იქნა რატიფიცირებული. შესაბამისად, შეთანხმების სავალდებულოდ აღიარება არ გამოიწვევს ახალ საერთაშორისო ვალდებულებების აღებას. შეთანხმების სავალდებულოდ აღიარება არ მოითხოვს ასევე შიდა სახელმწიფო კანონმდებლობის შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ცვლილებას და საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას. შეთანხმების ეფექტიანად შესასრულებლად საჭიროა რეგიონალურ თევზჭერის მართვის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ან წევრობა, ასეთი ჩვენ შემთხვევაში არის GFSM-ი, რომლის წევრი არ ვართ, თუმცა ეს ავტომატურად არ გამორიცხავს შეთანხმების შესრულების შესაძლებლობას, რადგან საქართველოს აქვს არაწევრი მოთანამშრომლო ქვეყნის სტატუსი. შეთანხმება ფარავს ნებისმიერ ტიპის, მათ შორის მცირე გემებს, რომლებიც ჩართულნი არიან თევზჭერაში. მისი მარეგულირებელი ჩარჩო არ მოიცავს აკვაკულტურასა და შიდა წყლების იურისდიქციას. ასევე როგორც ზემოთ აღნიშნე, შეთანხმება ადგენს რამდენიმე ტიპის აკრძალვას. იგი კრძალავს ისეთი გემების სუბსიდირებას, რომლებიც ჩართულნი არიან არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერაში. გარდა ამისა, შეთანხმებით აკრძალულია ასევე ისეთი გემების სუბსიდირება, რომლებიც ჩართული არიან გადაჭარბებულ თევზჭერაში. გადაჭარბებული თევზჭერით დაზარალებული თევზსაჭერის ზონების განსაზღვრა არ შედის შეთანხმების დაფარვის არეალში. იგი ადგენს არა ამ ტიპის ვალდებულების შესრულებას, არამედ უკვე დადგენილი მოცემულობის საფუძველზე გამოვლენილი გემების სუბსიდირების აკრძალვას. ეს განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული ორგანიზაციის ფუნქციას ზედამხედველობა გაუწიოს სუბსიდიებს და არა თევზჭერის პროცესს. შეთანხმება მსგავსი გემების გამოვლენის შემდგომ კომიტეტის ინფორმირების ვალდებულებას ადგენს სუბსიდიებთან დაკავშირებით, ასევე შეთანხმება არ ახდენს პირდაპირ გავლენას არსებულ ლიცენზიანტებზე. შეთანხმება არ ახდენს გავლენას თევზჭერის კვოტებზე, თუმცა თუ გამოვლინდება, რომ ადგილი აქვს უკანონო თევზჭერას ან გადაჭარბებულ თევზჭერას, აღნიშნულ შემთხვევაში უნდა შეწყდეს სუბსიდირება, თუ ასეთი იარსებებს. ეს ხო მოკლედ და სადვარ შეკითხვების შემთხვევაში გიპასუხოთ. მადლობა. მადლობა ბატონო გენადი. კოლეგებო, თუ აქვს კითხვები? მადლობა ბატონო შოთა, ბატონო გენადი. ანუ ეს შეთანხმება, მარაკეშის შეთანხმება თანაბრად ფარავს ჩვენს წყლებში როგორც ქართული კომპანიების მოქმედებას, ასევე უცხოური კომპანიების. ეს აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ ქართულ გემებზე და კომპანიებზე და არა საერთაშორისო, იმიტომ რომ საერთაშორისო ამ შემთხვევაში გავრცელდება საერთაშორისო წყლებში მოქმედ იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებაც თავისთავად გავრცელდება იქ იმ კონკრეტულ ქვეყნის გემზე, სადაც მოხდება აღნიშნული სუბსიდიების აკრძალვა ან შეზღუდვა. ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს რეგისტრირებულ გემებზე ვრცელდება. აღნიშნული არ მოიცავს ასევე შიდა წყლებს, რაც მნიშვნელოვანია, ანუ ეს მდინარეები თუ საზღვრისპირა რაც არის. აქვს კიდევ კითხვები? არა, კარგით, გთხოვთ კოლეგებო, კენჭი უყაროთ რატიფიცირებისთვის. დიდი მადლობა. დღევანდელი კომიტეტის ხმა დასრულებულია. ყველას დიდი მადლობა ბრძანებისთვის.